ამ ქვეყანას ჭირდება რევოლუციური ცვლილებები. უცხოური ფულით და სალომე ზურაბიშვილის მიპატიჟებით რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა რევოლუციური გზავნილები ისმინეს. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერების ფონზე ტაშიც დაუკრეს და დაიშალნენ. თუმცა ტაში დაუვაციები მალე უკმაყოფილებამ ჩაანაცვლა. თავარ გამომსვლელ ექს-პრეზიდენტს დღეს გუშინდელი სადღეგრძელოები დაუწუნეს. რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები. საქართველოს მოქალაქეებს ჭირდებათ მკაფიობა და ჭირდებათ სიცხადე. აქ არსებობს მხოლოდ ერთი გზა. არ არსებობს არანაირი ორი გზა და ეს ერთადერთი გზა რეჟიმის ჩამოშლის არის რეჟიმთან ართანამშრომლობა. ნაციონალურმა მოძრაობამ პრობლემები მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის გზავნილებში ამოიკითხა. რევოლუციურ მოწოდებებში კი ვერა. აქციის ფორმა და შინაარსი პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპულ ექსტრემიზმად შეაფასა. ეს არის კატასტროფა, როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს აქციებს, სადაც მოწოდება გაისმის დამხობის, დასჯის, მებრძოლების გამოყვანის. აი ეს არის ის ჩიხი, სადაც მიიყვანეს საკუთარი თავი, გასაოცარი არის, რა შეუკვეთეთ და რა ჩამოგვივიდა. ჩვენ შეუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი. რევოლუციის წარუმატებელი მცდელობები მართველი გუნდისათვის უკვე სტატისტიკად იქცა. ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის ხელშეწყობა ქართველი ხალხის თვალში მხოლოდ ევროკავშირის იმიჯს აზიანებს. თავისთავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული NGO-ები აწყობენ 2000 კაციან აქციას, ითხოვენ ხელისუფლების დამხობას და შემდეგ, ეს ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნის და რა თქმა უნდა ასეთი ქმედებები, ასეთი ფაქტები ძალიან მძიმედ აისახება არა მხოლოდ სამწუხაროდ ევროპული ბიუროკრატიის, თუნდაც ევროკავშირის იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ არავის უგვირს, რომ 80%-დან შემცირებულია ნდობა ევროკავშირის მიმართაც კი რადიკალურად, ხო, დაახლოებით 50% ცოტა მეტია დღეს ნდობა. რატო? იმიტომ რომ ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება დიპ-სტეიტის მხრიდან, აბსოლუტურად ანადგურებს ქართული საზოგადოების თვალში ნდობას ევროპული სტრუქტურების მიმართ. ევროკავშირი აფინანსებს აქციას, სადაც გაისმის პირდაპირი მოწოდებები ხელისუფლების დამხობაზე. ეს არის ის, რაზეც საუბრობთ. პირდაპირ იხარჯება უცხოური ფული იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა. ვერ ეღირსებით. რევოლუციური სურვილით შეპყრობილი ოპოზიცია ისევ ერთობის ძიებაშია, თუმცა ამ ცდელობებში მათიც და მათივე მხარდამჭერთა რიგებიც აქციიდან აქციებამდე მცირდება.